დღეს ჩვენი სტუმარია ლიცენზირებული ავტომობილელი, სულ რაღაც 18 წლის გიორგი ხმალაძე. გამარჯობა, მოგესალმები, მადლობა სტუმრობისთვის. მოგეთ მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, რა ხდება? შენ თავს მოდი მოგვიყევი, როგორც ვიცი რაღაც სიახლეები გაქვს ასპარეზობაში და ასე შემდეგ. კი. ჩემი პირველი სეზონი იქნება დიდ ავტოდრომზე კარტინგს გარეთ. ასე ვთქვათ და დებიუტი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვარ პელეტონში, ასე ვიტყვი და ნახოთ რა იქნება. სანამ აქამდე მოხვიდოდი, როგორ დაიწყე, რა გზა გამოიარე? რა თქმა უნდა, როგორც ყველამ კარტინგი და დავიწყე 12 წლის ასაკში. თავიდან სანამ დავიწყებდი მანქანები სულ მიყვარდა, ოღონდ მარტო სიყვარულის დონეზე არა, მაინტერესებდა და ესე ჩემი ინტერესით ყველაფრით ნახულობდი, ვეძებდი რაღაცებს, აი რა ნაწილი რა შვებოდა ის ასე შემდეგ. ტექნიკურად რა როგორ მუშაობდა? და იყო ესეთი მომენტი, როდესაც მინდოდა რომ მანქანა გაიტანებინათ მშობლებს ჩემთვის, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, იმიტომ რომ მიფრთხილდებოდნენ რა თქმა უნდა და არც ეხლა არ ვეთანხმები მე მაგას რომ 12 წლის ბავშვს მანქანა გაატანო, მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდი, იმიტომ რომ ჩემ ხელებს ატანენ ნორმალური მეგონა და ბრაზდებოდი და მეთქი ეგრე ხო და დავიწყე ავტოსპორტში. მაგაში ვეღარაფერს ვეღარ მეტყოდნენ. კარგად გადაგიწყვეტი, გამოსავალი იპოვა. როგორც ვიცი, ახლა ავტოსპორტი ძალიან დიდ ფინანსებს და ხარჯებს მოითხოვს. ამ მიმართულებით სპონსორი ყავს თუ შენი ბიუჯეტით აკეთებ ყველაფერს? მანამდე სპონსორი არ მყოლია არასდროს და ახლა დაულაინ ავტოიმპორტმა, ასე ვთქვათ, ჩემი ასპარეზობა GTCC-ში, Georgian Touring Car Championship-ში ასე ვთქვათ, რეალურად აქცია. კარგი, მოდი შეჯიბრზეც ვისაუბროთ. კონკურენცია როგორია? ვინ იქნებიან შენი კონკურენტები და რამდენი ასპარეზობს? სიმართლე გითხრათ, კონკურენტები ჯერ ზუსტად ესე ყველა არ ვიცი ვინები არიან, მაგრამ როგორც ფედერაციისგან გავიგე, მინიმუმ 25 მანქანა იქნება გრიდზე. ანუ ერთად იღოლებენ 25. ძალიან სანახაობრივი იქნება. ეს კონტაქტური არის, ხო, როგორც? კონტაქტური იქნება და აი კომპაქტ კაფი რო იყო თუ გახსოვს, აი ჩემი საყვარელი სერია იყო, სარბოლო. საკმაოდ ესეთი ვიდეოდი ხოლმე საყურებლად. ის ძალიან ბევრი შეჯახებები იყო ხოლმე. გამოცდილება ამ ხრივ თუ გქონია რამე და თუ ვარჯიშობ. ეხლა კარტინგით დაიწყე რაღაცა გადაჯექი უკვე ავტომობილზე. გამოცდილებასაც შეეხება დიდ ავტოდრომზე შეჯიბრი არ მაქვს მე ჩატარებული ჯერ, მაგრამ ფორმულა ალფათი მივარჯიშია, 1-3-4 ვარჯიში ვიარე რუსთავის ავტოდრომზე და ასე ვთქვათ, ტრეკთან მეგობრო. გაეცანი ასე ვთქვათ უკვე. რას უნდა ველოდო, რა არის და ასე შემდეგ. რა ავტომობილები იქნება და აი მოცულობა ძრავის, როგორ, რანაირად ავტომობილი იქნება E90 BMW და E92. ძრავი იქნება E52 B30, 3.0 6 ცილინდრიანი. ატმოსფერული. კი, ატმოსფერული ძრავი. საკმაოდ ისეთი ჩქარი და ისეთი ავტომობილი. ჩქარი ავტომობილია ძალიან სანახაობრივი, ბოლოს როდის გაქვს პირველი და რამდენი ეტაპი არის, თუ ეგეც რო გითხრა? პირველი ეტაპი არის 27 ივლისს და სულ არის 4 ეტაპი, თითო დღეს არის 2 რბოლა, ჩვეულებრივი და რივერსი კვალიფიკაციაზე. ჩვენ როგორც ვიცით, შენ პოდიუმზეც ხარ, ხო, კარტინგის? კი, ბევრჯერ. ხო, მე-5 ეტაპზე საერთოდ ვარჯიშზე პირველზე ვიყავი, კვალიფიკაციაზე 2 რბოლაზეც და პირველი გრანდ სლემი იყო ჩემპიონატზე საერთოდ. ვაუ. საზღვარგარეთ თუ დადიხარ ხოლმე, ესეც საინტერესოა. საზღვარგარეთ ვარ ორჯერ ნამყოფი, დუბაიში ვიყავი, როდესაც უბრალოდ შედეგის დასწრებად არა. ვიყავი, ასე ვთქვათ, გამოცდილების მისაღებად და იყო ძალიან დიდი კონკურენცია, 35 კარტი ვიყავით და არ ვიცი, აი სოფლიოს დონის პილოტები დადიოდნენ. მან შედეგი ვერ დავდე, მაგრამ გამოცდილება მივიღე, ჩამოითვალა, ეგრე პირველი შეჯიბრი მოვიგე აქ. ვაუ. და გერმანიაში ვიყავი, ახლა ხანს კარტინგზე, ისე ბერლინ კაპის პირველ ეტაპზე და მე 6 ადგილზე გავედი 60 ადამიანი და ნეგეც, იმიტომ რომ ტრეკზე ვარჯიშის უფლება არ მოფცეს წინა დღეს. კვალიფიკაციაზე შემიშვეს ეგრევე ჩავდივართ, იმიტომ რომ ეგრე მქონდა კარტინგი. ეგ ძალიან ცუდი ამბავია. საერთოდ უცხოეთში ძალიან ერჩიან ქართულ ავტომობილებს ესეც უნდა აღინიშნოს. მომზადების ტრეკს ვამზადებთო და წინა დღეს ვერ ვარჯიშებთო და ეგრე მქონდა ბილეთები ძლიერები ვართ და კი. აი დათას მაგალითი რო ავიღოთ. საბურავები მეორად რო დაუხმეს ნახმარი, აი როგორ შეიძლება შეგეშალოს ადამიანს ამდენი ხანია ამ სპორტში ხარ და მეორადი საბურავით ტექნიკურმა გუნდმა როგორ უნდა დაგიხელოს. მაგრამ მაინც ჩვენი ბიჭები ახერხებენ, ბოლომდე იბრძვიან და შედეგები ინტერესიც როგორც ვიცი წამოიწია უკვე, ხო? კი. საკმაოდ ისეთ დაინტერესებაც აქ, ადრე თუ არ იყო სიტყვაზე ესეთ ინტერესი ავტოსპორტის მიმართ, დღეს უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა. შენი ასაკის თუ ვინმე არის? კიდე სხვა. ჩემი ასაკის არის ორი ჩემი კატეგორია, ლადო კუხიანიძე და სანდრო კაჯაია.
ერთი სანდრო ქაჯაია არის, დათა ქაჯაიას ვაჟი. ვაჟი, კი ბატონო. ძალიან საინტერესო შეჯიბრი იქნება. ძალიან სანახაობრივი იქნება. ჩვენს დავესწრებით აუცილებლად გიგულშემატკივრებთ. სანდი მადლობა. კარგი, აი ფინანსებზეც რო ვისაუბროთ, დაახლოებით რა გიჯდება ერთი შეჯიბრის სიარული? ცვეთადი ნაწილებსაც შეეხება, ეგ ძალიან ინდივიდუალური საკითხია, თუმცა მთელი სეზონი დაახლოებით $3,000-დან $5,000-მდე ჯდება მარტო ცვეთადი ნაწილები. ეს არის 4 შეჯიბრზე, ხო, საუბარი? სეზონი. $5,000 დაახლოებით. სხვა სპონსორი ჯერ არ ყავს. ხო. ხარ ძიების მოლოდინში ალბათ. ჩვენც გიგულშემატკივრეთ ამ ამბავში, თუ რა შეუძლებს სიამოვნებით დაგეხმარებით. ძალიან მადლობა და პრიზიორი რო გავხდი კარტინგის ფედერაციამ ძალიან კარგ ფაში გამიკეთა ეს ჩემპიონატი, ასე ვთქვათ და ძალიან, ასე ვთქვათ, მადლობელი ვარ მაგ ყველაფრის და საერთოდ არ ველოდებოდი, რომ 20-25 წელს 12 წელსაც დავიწყე, 18 წელს გავხდი და არ ველოდებოდი, რომ დიდ ტრეკზე, ასე ვთქვათ, შეჯიბრებს ვივლიდი. არ ველოდებოდი მართლა. ძალიან მაგარი ამბავია. ძალიან მაგარი ამბავია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ავტოსპორტი ნელ-ნელა მიიწევს წინ, ვითარდება და აი დილოზეც რო ვიყავი და რო უყურებდი ამდენი პატარა ბავშვი, ასე ვთქვათ, რომ აი რო ემზადებიან ერთმანეთში საუბრობენ, ერთმანეთს რაღაცას უხსნიან, ასწავლიან, ძალიან მაგარია და კარგია რომ აქით მივდივართ, რა ამ სწორი კუთხით მივყვებით ამ ყველაფერს რა, იმიტომ რომ გიოსტოლი ბევრი პატარა ბიჭი დღეს ქუჩაში რაღაც ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებს ხოლმე და ანუ მე მოხარული ვარ ყოველთვის და მივესალმები იმ ფაქტს რომ ვისაც ასე ვთქვათ ავტომობილი უყვარს და უნდა რომ ავტოსპორტში მოვიდეს მშობლებთანაც პირდაპირ უნდა მიიყვანონ კარტინგზე და უნდა დაიწყონ კარტინგი. და დღეს სხვათა შორის აქვე დავამატებ, გვაქვს ესეთი პროექტი, გახდიმ ბოლელი ქვია და ძალიან დაბალი ფასია, მიდიხარ, დადიხარ და თუ მოხვდი ასე ვთქვათ ტოპ 8-ში 100% გიფინანსებს ფედერაცია კარტინგის ჩემპიონატს. და შემდეგ ამ კარტინგის ჩემპიონატში კარგად უიასპარეზე, ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად დიდ ტრეკზე გადავედი. აი ეგეთი რაღაც გამოვიდა. ნელ-ნელა ვითარდები და მიიწევი ძალიან მაგარი. ამის გარდა ჯერჯერობით საქართველოში ჩემი აზრით გასაქანი, წრიულ ბოლას არ აქვს და არც 2 წლის წინ ქონდა, ასე ვთქვათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ წრიული რბოლა ალბათ არის ყველაზე ისე ვთქვათ სანახაობრივი რბოლები და არა იმიტომ ძალიან ბევრი კონტაქტური ყველა სანახაობრივი. კი, ყველა სანახაობრივი. ძალიან მომეინათრა წრიული რბოლის ყურება. აი კომპაქტები და სივიკები რო დადიოდნენ ერთად ის იყო აი რაღაც საოცარი სანახაობა და მე მახსოვს ერთხელ ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე ჩატარდა და იმდენი ადამიანი იყო მოსული, იმდენი ადამიანი. ჩვენ ძველ დროს იხსენებთ ყოლა, ხო? სხვათა შორის გიგაბიძინაშვილმა მოიგო ეგ შეჯიბრის სივიკით. აი მაკედან მახსოვს და აი ძალიან ბევრი ადამიანი იყო და აი ძალიან დაძაბული რბოლა იყო. მე შეგიძლია კადრები ჩასვა რამდენად ვთქვათ ემოციური. კიდე ერთი იყო. კითხვა, რაც აი შენ მშობლებს მაგალითად შიშის მომენტი თუ აქვს? აი როცა გამოდიხარ შეჯიბრზე და აი რას გეუბნებიან ხოლმე. არ გეწინააღმდეგებოდე თავიდან? კი, სხვათა შორის ძალიან და მე მიწევდა ხოლმე, ასე ვთქვათ, გაპარვა. სავარჯიშოდ ხშირად, მაგრამ დღეს ალბათ უკან დასახევი გზა აღარ არის, ასე ვთქვათ, იმდენი დრო ჩავდი, იმდენი ყველაფერი რავი, საერთოდ ძალიან ბევრი შრომა მისთვის და ალბათ უბრალოდ ეშინიათ თუ არ ეშინიათ მე მაინც გამოვხედავთ ამას, ამიტომ რა ვიცი. რო ვიმარჯვე ბუხარიეთ. აჰა, ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ, გისურვებ ბევრ სპონსორს და შენი უცნების მანქანასაც ასევე ესეც დავამატოთ. წარმატებები კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.